გამარჯობათ. ეხლა მე მინდა განახოთ თუ რას წარმოადგენს არასტანდარტული დეტალები. მოკლედ, როცა შევდივართ კარადაში, აქ არის ესეთი ნესტანდარტნიები. ანუ ეს არის არასტანდარტული დეტალები, ვაწვევით ამას და გამოდის ესეთი ფანჯარა. ეს არის ვერტიკალური გვერდი, ეს არის ჰორიზონტალური დეტალი, ეს არის საზურგე 18 მმ-იანი, ეს არის 3 მმ-იანი. ეს ტალეშნიცა, კარები და თარო. მოკლედ, ნახოთ ახლა როგორ ხდება ამ დეტალების მოხმარება. ეს გამოვიტანოთ პირველი დეტალი და ახლა რა შეგვიძლია ჩვენ ამ დეტალს გავუკეთოთ, როგორ შეგვიძლია ეს მოვიხმაროთ რა. ეს არის გვერდი, ხო? მოდი ბარემ გამოვიტანოთ ძირიც, ხო? და კიდევ გამოვიტანოთ გვერდი. აი ნახეთ თუ როგორ ეწყობა ესენი ერთმანეთთან სათითაოდ, მაგრამ ამ შემთხვევაში თუ ჩვენ გვინდა რომ ხონდეს მინიფიქსები, ვაწვევთ თითოეულ დეტალს. ესე ვეუბნებით jobs და ვეუბნებით yes. და აი ნახეთ გამოვიდა ჯობი, მაგრამ ეხლა აი ამ დეტალს მაგალითად, ესე იგი minifix-ს ნიზუ გავაქროთ. ეხლა დავაწვეთ ამ დეტალს, ძირს, ვეუბნებით jobs, ვეუბნებით და das ვეუბნებით და ნახეთ აი minifix-ები გამოვიდა აი აქ. ესე იგი, იგივე ამ დეტალზეც ვეუბნებით jobs და ქვედა minifix-ს ნიზუ გავაქროთ. ეხლა ეს დეტალი შეგვიძლია ჩვენ კიდევ ახალი ძირი გამოვიტანოთ, რომელსაც გავადიდებთ, მოდი ვთქვათ, ეხლავე გავადიდოთ ეს ამას პლუს 36 მმ-ით გავადიდოთ. ხო, ეხლა ეს ავიტანოთ ზევით, ნახეთ. წამოვედით ესე. ბატონო, მივიღეთ 5. სადაც გვაქვს ეს მინიფიქსები, აქ შეგვიძლია მინიფიქსი დავაწვეთ ამ დეტალზე, გარეთ ვარ ქონდეს მინიფიქსი. ჯობში შევდივარ და ვეუბნებით მინიფიქსის პოზიციას, პრავა или слева, слева-ს ვეუბნები და ნახეთ მინიფიქსი როგორ გამოვიდა მარცხენა მხარეს. ეხლა ეს დეტალები ყველა ესე იშლება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ასეთ შემთხვევაში, რომ გქონდეს ერთიანი ყუთი, აი ნახეთ რომ დავაწვევით აქ. აბსოლუტურად ყველა დეტალი ცალ-ცალკე დადის, მაგრამ თუ გვინდა რომ ესენი იყვნენ გაერთიანებულები, მაშინ ვაწვევით shift-ს და ეს ყველა დეტალი მოვნიშნოთ. აი ესე მოვნიშნეთ. აბსოლუტურად ყველა დეტალი მონიშნულია, ვაწვევით მარჯვენა ხიდაკზე, ვეუბნებით სარდაც გრუპირობა. всё, ეს ყუთი მთლიანად სადაც არ გინდა დააწვეთ, ერთი მთლიანი გახდა. კარგით, ეხლა აქ გვაქვს ჩვენ სპინკა, შეგვიძლია ეს სპინკაც, ესე იგი, მივუერთოთ ამ ჩვენ ყუთს. ბატონო. ესე ეხლა შეგვიძლია ესეთი რამ გავაკეთოთ. დავდგეთ აქ და ამ ჩვენ უთის ზომები ავიღოთ. ბატონო, გვაქვს ეს და ესე და ესე, ხო? ეს არის 738-ია სიმაღლეში და 636 სიგანეში. 738, 636. 738 და 636. ესე იგი, მოდით ახლა ეს ჩვენი საზურგე გავასწოროთ, ისე როგორც საჭირო არის. ბატონო, აქედან გამოვიტანოთ აქ. ბატონო, მივიღეთ საზურგიანი ყუთი. აი ესეთი. კარგით, ეხლა რა შესაძლებლობებია ამ ყუთებზე? ყველა აი ამ ყუთზე დეტალზე, უпростоრად ყველა დეტალზე შესაძლებელია ამოიჭრას. ამ საზურგეზეც 3 მმ-იანზეც, 18-იანზეც, გვერდზე, ამ გვერდზე, სტალეშნიცაზეც
თაროზეც შესაძლებელია გავაკეთოთ ამოჭრება. მე ახლა დემონსტრირებას გავაკეთებ თუ როგორ შეიძლება ამოჭრათ თუნდაც აი გვერდზე ან მოდი თქვათ აი თაროზე, ხო? ზედა თაროზე შესაძლებელია რომ ამოჭრათ წრე. მაგრამ თუ მჭირდება, ხო? კი ბატონო, დავაწყებული ამ ყუთზე, ვეუბნები კონტურს, კონტურ სვერხუ, მე შევდივარ დეტალებში, ახაც ვეუბნები კონტურს, კონტურ სვერხუ და გამომიტანა ესეთი დეტალი რა. კი ბატონო, ეს დეტალი გამოიტანა და გვაქვს აქ კრუგი, ხო? ესეც არის კრუგი და აქ არის აკრუჟნას. ეხლა ეს კრუგი არის იმისთვის, რომ ამოიჭრას. თუ სადმე ამოჭრა გვინდა, აი სადაც დავაყენებთ, აქ შეგვიძლია დიამეტრი მისი გავზარდოთ. ამ ბატონო აი ესე. ან დავაწყოთ shift-ს და ჩვენთან ჩავწეროთ და დიამეტრი გვინდა ზუსტად და დავაწყობთ აი აქ ცარიელ მინდორზე და შეგვიძლია ასევე 4 კუთხედი ამოჭრაც გავაკეთოთ. აი კონტური. კი ბატონო, ნახეთ. აი ესე წავედი. აი აქ ესე, წავედი, აი აქ ესე, წავედი ესე და შევაერთე ეს აქ. აქაც დავაწყობთ და ნახოთ ახლა რა მივიღეთ. აჰა, ბატონო. მივიღეთ ის ამოჭრები, რაც ჩვენ გვინდოდა. რომელიც შემდეგ გადადის დოკუმენტაციაში და პროგრამა DXF ფაილის სახით გიგზავნით, რომ თქვენ პროგრამულ ჩარხს მიაწოდოთ დოკუმენტი, რომ მან მერე ესე ამოჭრას. ეხლა ნახოთ აი ამ დეტალზე მაგალითად ამოჭრათ სანათის ადგილი. და როგორ შეიძლება ეს ამოჭრათ, ხო? დავაწყობთ ამ დეტალს, ვეუბნებით კონტურს ვერხუ, ანუ ეს იქნება რომ ზევიდან არის და ვეუბნებით შევდივარ დეტალებში, აქაც დავაწყობთ და ვეუბნები კონტურს ვერხუ, ბატონო. აი მივიღეთ ზევიდან დეტალი, ხო? ეხლა გვინდა რომ ამოჭრათ სანათის ადგილი, ხო? მაგრამ მე ესეც ამას გავაკეთებდი, რომ ჯერ გამოვიტანდი ზომას, აი ვინოსკა, ამაში ეს არის ზომის გამოტანა, ნახეთ? და რა ზომა არის, რომ მინიფიქს რო ავწდეთ ჩვენ და ამოჭრათ მინიფიქსი, დაახლოებით 85 მმ გადმოვიდეთ ეს ზომა აქეთ. აი ეს. და გვაქვს ზომა, რომ ჩვენ მინიფიქს არ დავეჯახოთ. ეხლა ვიღებ კონტურს, ნახეთ და უფრო სწორი იქნებოდა კონტური დაგვეწყო აი აქიდან, ხო? აი დავიწყეთ აქიდან. შემოვედი აქ, რამდენი მილიმეტრით მინდა რომ გავაკეთო? ვაწვევი enter-ს და ვეუბნები რომ 12 მმ-ით მინდა სიღრმე რომ მქონდეს, ხო? ოკეი, ვეუბნები, თვითონ დაჟა 12 მმ-ზე, წამოვედი ახლა აქეთ. აქ ვეუბნები რომ მინდა 20 მმ, აბატონო, ვეუბნები enter-ს და დაჟა 20 მმ-ზე, მერე გამოვედი უკვე აქეთ. წამოვედი აი ესე და შემოვედი აქ, ისევ აქ შევერთი. დავაწყობდი აი აქ და ახლა ვეუბნები გამოდივარ პროგრამიდან და ნახეთ აი როგორი ამოჭრა მოხდა. სადაც ჩვენ შეგვიძლია სანათი ჩავსვათ, ან რაიმე სხვა რამე ჩავსვათ. კი ბატონო, აი მე მგონი ძალიან მარტივად გაკეთდა ეს ყველაფერი, აი ესეთი ამოჭრა. რასაც თქვენ ღებულობთ შემდეგ დოკუმენტაციაში DXF ფაილის სახით. კი ბატონო, აი ესეთ ნაირად ხდება ყველა დეტალზე ამოჭრა. მინდა კიდევ განახოთ ერთი რამ, თქვენ რომ მაგალითად რომ გააკეთოთ აი ეს გამოვიტანა ამ დეტალს. მოდით ეს დეტალი ესე გამოვიტანოთ ცოტა შორს. და დავუშვათ და გააკეთოთ წრე. და მიიღოთ სეგმენტი იმ წრესგან, რომ დავუშვათ ვიზუალში მიიღოთ აი ესეთი კარატე. მოდი ვნახოთ აი რისი გაკეთება არის შესაძლებელი, ხო? კი ბატონო, აი ხა ამ დეტალს დავაწვევი. ვეუბნები კონტურს, მერე კონტურ სვერხუ, დავდივარ აი აქ, შევდივარ აქ და ისე ვეუბნები კონტურ სვერხუს და აი აქ ჩვენ გვაქვს აკრუჟნოსთ. ეს რა არის? ეს არის უკვე თუ ეს კონტური ჭრის რუღალად, ეს პირიქით ნაკეთებს მოცულობას. აი რას ნიშნავს ეს განახეთეთ. ეს აკრუჟნოსთი წამოვიღოთ,
მოდით ეს გავადიდოთ და სადღაც აი აქ ცენტრში დავშეთ, ხო? ეხლა ამას ესე გავადიდებ. კიდევ აი ესე ეს გამოვიდანოთ ცენტრში და გავადიდოთ აი ეს. აბატონ. დავუშვათ, მივიღეთ ესეთი წრე, ხო? ეხლა ნახეთ, ეხლა გამოდივარ აი ამ კრუგს, ამისი არის ესე იგი 276, კი ბატონო. ეხლა ეს არის კრუგი, დავშვი ისევ აქცენტში და წამოვედი ეს ჩვენი კრუგიც. მოვედით აი აქ. ეხლა ეს პირობითად ვცვალ ამას, თქვენ შეგიძლიათ ენტერის თუ დააწვევით, ხო, ასეთ შემთხვევაში ზუსტად მიცეთ ზომა. აი გამოვედი აქ, ეს დავაწყაპონი აქაც ცარიელ მინდორზე, მერე შემოვედი კონტურზე და დავიწყებ აი აქიდან ეს ჩამოსვლას. გამოვედი აი აქ ესე, ნახეთ, წამოვედი აი ესე, წამოვედი ესე. წამოვედი აი ესე და შემოვედი აი აქ ესე. შუახეს დავდექი ცარიელ მინდორზე და ვეუბნები გამოდივარ ეხლა ეს ფაქტურად ოკეი არის. აი ნახეთ რა მივიღეთ. მივიღეთ აი ესეთი დეტალი. რომელიც ჩვენ შეგვიძლია მოვიტანოთ აი თუნდაც. აი აქ მოვატრიალოთ და დავშვათ ისეთნაირად, რომ ფაქტიურად მივიღოთ კარები, რკვალი კარები თუნდაც. რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ ეს დეტალიც ისეთნაირად იმ დიამეტრზე შემოჭრათ რა. აბატონო. რომ დავშვათ, ეს უკვე თქვენზე არის დამოკიდებული, თქვენ როგორ მოიხმართ აი ამას ყველაფერს. ფაქტობრივად თქვენ შეგიძლიათ შევქმნით აი ესეთი წრიული დეტალი, თუმცა დოკუმენტაციაში ამ რკვალ დეტალს არ გაცნობთ, იმიტომ რომ კი ზომები შეგიძლიათ ამოიღოთ, ამ დიამეტრის და ამ კვეთების დეტალის რადიუსები, კვეთები და ასე შემდეგ. თუ რა როგორ არის მოჭრილი და რანაირად, მაგრამ პრინციპში დოკუმენტაციაში ვერ იქნება ეს, იმიტომ რომ ამას თქვენ მხოლოდ ნახაზის მიხედვით ინდივიდუალურად თუ დაამზადებთ და გააკეთებთ. მოკლედ ეს იყო რაც მინდოდა თქვენთვის მეჩვენებინა. აი ესეთი რაღაცები, გაბარიტული რაღაცები და ესეთი მოცულობითი რაღაცები შეგიძლიათ ნებისმიერ დეტალზე გააკეთოთ, თუნდაც ჰორიზონტალურ დეტალზე შეგიძლიათ გააკეთოთ და საინტერესო რაღაცები შეიძლება მიიღოთ. თუნდაც აი ესეთ შემთხვევაში მოდით კიდევ ერთხელ გავაკეთოთ კონტური, კონტურს ვერ ხუვთრათ. შევდივართ მერე დეტალებში. შევდივართ აქ. კონტურს ვერ ხუ. და აი მოდით თქვათ მივცეთ ეს აკუსტოს. აი გამოვედი აქ ესე. დავდექი აქ და ესეთი რამ გავაკეთე, ხო? ეხლა მე შემიძლია ეს შევიდე აქ კრუგით. ისე ცენტრში დავდგე. ეს მოვჭრათ ესე. დავდექი აქ და გამოვედი აქედანაც, ხო? აი ნახეთ, როგორი რაღაც მივიღე. კი ბატონო. ეხლა თქვენთვის გასაგებია მეგონი, აქ შეგიძლიათ თქვენ დეტალის დააწყაპუნოთ და მიიღოთ აქეთ ტალშინა მაწერიალა ინდივიდუალная ტალშინა და დავუშვათ მიცეთ 600. სიმაღლე აი ნახეთ როგორია. პრინციპში, ეს ქმნის რაღაც შესაძლებლობებს, რომ პროგრამაში ეგეთი რაღაც არაორდინალური რაღაცები გაამზადოთ და გააკეთოთ. მოკლედ ამითი მე გამშვიდობებით, მეგონი აქ ძალიან მარტივად არის ყველაფერი. თქვენ ნახეთ თუ როგორ მოხდა ამ დეტალების გრუპირება, ერთმანეთთან შეერთება, აქ საზურგი არ მიგვიერთებია, მაგრამ თუ კი ჩვენ მაგალითად საზურგეს ხო
მოვნიშნავთ საზურგესაც და თავიდან ვეთქვით საზრდაც გრუპიროვკუ, უკვე საზურგეც ამასთან ერთად თივლის დეტალთან ერთად. თუ ამ დეტალსაც მივაერთებთ, ხო? აი ნახეთ, აი ამასაც. საზრდაც გრუპიროვკუ, კიდევ ვეთქვით, უკვე ყველაფერი ერთად თივლის, ყველა დეტალი. და ასევე შეგიძლიათ, მიაერთოთ თუნდაც აი ეს დეტალი. ნახეთ ეხლა აი დავაწვევით shift აქაც ამ დეტალსაც ეხლა alt-ით მოვატრიალოთ ეს და დავაწვევთ აი ამ დეტალსაც საზრდაც გრუპიროვკუ და მოკლედ ეს ყველაფერი ერთად თივლის, ამ დეტალის ასე ვთქვათ, ამასაც დავაწვევთ კიდევ საზრდაც გრუპიროვკუ ხელახლა და ეხლა უკვე ნამდვილად ყველაფერი ერთად თივლის. მეგონი, აქ ყველაფერი გასაგებია, ყველა ხუთი შეგიძლიათ ერთმანეთთან დააკავშიროთ საზრდაც გრუპიროვკუთან და ყველა ხუთი ერთად გადაადგილდება. ამით მე გემშვიდობებით და მოვალ შეხვედრამდე.